Blinda gasol, თავი მიდრეხება. დავიწყოთ. შუმი გუძახლა ბაქრაძე ესერა. იყო Blinda რო აყოლე, იმიტომ მართავეს. ოღონ მე ის სინქრონი არ გავუშვათ რომელიმე, თორე დაგხოცავთ შემდეგ შეხვედრაზე იცოდეთ. აი, არასერიოზულად უმეტყო ვეღარ გამწერდები და ვეღარ გიპასუხებ რა. დატოვეთ სიტომა. მაშინ როგორ კოლეჯში ვიდეჯერ? მე მგონა დატოვეთ სიტომა, მაშინ თქვენ არა, გოგო, მე არ დამტოვე არა, რეგენ დატოვებდეს უკვე. მომავალში კურს დამთავრებულები უფრო ადვილად იპოვიან სამსახურებს. ეს ამას ენერგი დაერგოა, დაერგოება თუ დაერგოა? დაერგო. ოჯახებს რომელთაც ყავთ 3 ან მეტი შვილი, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 40,000 ლარს, ანუ არ არიან გადახდნენ ლიახი, მოჭერით ეგ. ეს რამ კაცრი მეცხრე არხია, კაცი. ოპერატორები არ მოგცემოთ ახლა. ისედაც პრობლემები არ აკლია ქართულ მედიას. 9 წლის განმავლობაში ადამიანთა ცენტრი იყო ძალიან აქტიური იმ დარღვევების დოკუმენტირებაში. ხალხო, ბაში დაგვიტოვეთ გასასვლელი ხოლმე საქმე ხოლმე გავიარო. მედიაზე შეწოლა? ახლა ირანში და გამარჯობა. დუჟენიებიოთ ისეთი არ ჩვენს პროცესს კი აჯობებს რა. ხო. ერთად დადგომა რომ შეძლოთ. ბოლო იმედი არ არის სასურველი. ჩვენი ცხოვრება აუცილებლია. ეს უცნაურია. გილოცავ. და რა შეეხება დაოჯახებას? გაახილე კაცო თვალი ამდენ ლამაზ გოგოს. ის ვინც ხმას მისცემს ნაციონალურ მოძრაობას ან ივანიშვილის ოცნებას ჩემ ოჯახში ვერც ძლა შემოვიდა ვერც სიძვეთ სხვა შემთხვევაში მეწავალ ოჯახიდან. ბატონო? ძალიან კარგი დღეა დღეს. ჩემს კარგი სასტუმრო, ჩემს უკან კარგი ბასენია და ჩემს ინტერვიუს იღებს ქვეყნის 3 ბლატნოი ტელევიზია. კონკრეტულად ზოგანზე მე-18 საუკუნიდან იყო ცნობილი თამარ მეფის პერიოდი, როცა მისი ერთ-ერთი ისტორიკოსი წერდა გალდანის ტყეზე, შემდეგ უკვე მithარდება მის მე-17 საუკუნეში, სადაც ვახტანგ გორგასალმა გალდანი ერთ-ერთი ლეკიანობის დროს დაამარცხა მათი სარდალი წვეტიან ქვასთან. ეს იყო საზოგადოების ცნობილი და გარკვეულად ამ ნაწილმა შეიძლება გალდანის ისტორიაც შეცვალოს. იყო ის ციხე, სადაც მეფე როსტევანი იჯდა. თქვენ გახსოვთ, იყო არაბეთს როსტევან. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღვთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, დაბალი. ლაშქარიანი და ყბიანი, უხლაშქრიანი ყბიანი. ხედავთ ყველა მიცით ზეპირად. ვაიმე. და რას ვსაუბრობ ჩვენ ჟურნალისტების ანამ თქვენ პოლიტიკოსების განცხადებებს ისმენთ. ახალი ქრონიკის ერთვიანი ეთერი და კადრები, რომელიც აქამდე არსად გასულა. ჟურნალისტების კურიოზული მომენტები, რომლის ნახვაც მაყურებელს მხოლოდ საახალწლო ეთერში შეუძლია. მიკროფონი დაიჭირე. აწილსა და What it's like to be dead. I'm gonna teach you now.
ასევე მერაბიშვილმა დღეს ისაუბრა უკაცრავად დღეს ზურაბ ადეიშვილმა ისაუბრა კიდევ ერთ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება და განაცხადა, რომ არ არის მოტივები გამართა. ავდა. საკეთ მარცხნი მოიგებ. მარცხნივა. ვიდი. ერმა არ უნდა იცოდეს შენი არასერიოზულობის ამბავი. აქ ნეხვია. აქ ნეხვია. აღარ შეხედა. აჰო, ხარი. Ай, он хочет морковку.